მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად ვართ, რომ ჩავუღრმავდეთ ერთი საკმაოდ საინტერესო ქალაქის, დუშეთის ისტორიასა და მნიშვნელობას. ჩვენი მასალა ეფუძნება ნაშრომს დუშეთი, ისტორია, კულტურა, ბუნება. ჩვენი ამოცანაა, ასე ვთქვათ, ერთად გამოვკვეთოთ ამ ქალაქის და რეგიონის მთავარი შტრიხები, ანუ რა ხდიდა და რა ხდის მას განსაკუთრებულს. დასაწყისისთვის უბრალოდ წარმოიდგინეთ, თბილისიდან სულ რაღაც 54 კილომეტრშია, დუშეთის ქვაბულში, ზღვის დონიდან თითქმის 900 მეტრზე, ეს ქალაქი დუშეთის მუნიციპალიტეტის გულია და მისი ფესვები, წარმოიდგინეთ, ანტიკურ ხანაში იღებს სათავეს. დიახ. და სწორედ აი ეს ანტიკური ფესვებია ძალიან საინტერესო, იცით? არქეოლოგიური აღმოჩენები, განსაკუთრებით ის სამარხები, ანუ უძველესი სასაფლავოები. აქ რომ აღმოაჩინეს, ისინი გვიდასტურებენ, რომ აქ ხალხი ჯერ კიდევ ადრეულ ანტიკურ ხანაში ცხოვრობდა. დაფიქრდით, ეს უწყვეტობა დასახლება არსებობს იმ დროიდან, სანამ პირველი წერილობითი წყარო, რომელიც ხო 1215 წლით თარიღდება, მოიხსენიებდა დუშეთს. ეს თავისთავად უკვე მიანიშნებს მის პოტენციურ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, თავიდანვე. მართლაც შთამბეჭდავია ესები ასეთი პატარა ადგილისთვის. და ამან როგორც ჩანს, საფუძველი ჩაუყარა მის შემდგომ როლს. განსაკუთრებით შუა საუკუნეებში. წყაროებში ვკითხულობთ, რომ 17 საუკუნეში დუშეთი უკვე, წარმოიდგინეთ, არაგვის ერისთავთა რეზიდენცია ხდება. ანუ აქ იყო ადგილობრივი ძალიან ძლიერი მმართველების, ერისთავების სასახლე. ეს ხომ უბრალოდ შენობას არ ნიშნავდა, არა? რა საკვირველი არა. ერისთავის რეზიდენცია იმ დროისთვის ნიშნავდა, როგორ გითხრათ, ძალაუფლების, კულტურისა და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს. ფაქტობრივად ეს იყო პატარა სამეფო კარი, ასე ვთქვათ. დუშეთში ამ დროს ყალიბდებოდა ლიტერატურული ტრადიციებიც კი. ეს კარგად გვიჩვენებს, როგორ ყალიბდებოდა საქართველოს იმ ფეოდალურ მოზაიკაში ძალაუფლების ლოკალური ცენტრები. ხშირად ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლადაც. თუმცა, ეს აღზევება მუდმივი არ ყოფილა. 1753 წელს, როდესაც საერისთავო გაუქმდა, ქართლის მნიშვნელობამ, ცოტა იკლო. გასაგებია. მაგრამ ისტორია აქ არ მთავრდება პირითვით. აქ ხდება ძალიან საინტერესო ტრანსფორმაცია. საერისთავოს გაუქმებიდან მალევე 1756 წელს დუშეთმა უკვე ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო. 1802 წელს კი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესulis შემდეგ დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. მაზრა, ანუ იმპერიის დროინდელი ადმინისტრაციული ერთეული. ესე იგი, მდებარეობამ ისევ ითამაშა თავისი როლი. აბსოლუტურად. თუ ამას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, დუშეთის მდებარეობა რუსეთისკენ მიმავალ მთავარ სამხედრო გზაზე. აი, 19 საუკუნეში მისი ხელახალი აღორძინების და ზრდის მთავარი მამოძრავებელი გახდა. იმპერიისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი. ხედავთ, ხო? როგორ შეიძლება პოლიტიკურმა ცვლილებებმა და გეოგრაფიამ ერთი და იგივე ადგილის ბედი სხვადასხვა ეპოქაში სულ სხვანაირად წარმართოს. კი ბატონო. და ეს ცვლილებები მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა, თანაც საკმაოდ დრამატულად. ჩვენს წყაროში მოკლედ არის ნახსენები 1918 წლის ივნისის ბოლშევიკური აჯანყება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც დუშეთშიც აქტიური იყო. და შემდეგ 1921 წელს, უკვე გასაბჭოების შემდეგ, აქ გამართული პირველი მიტინგი. ეს ეპიზოდები, თუმცა მოკლედ ნახსენები, ბევრს ამბობს იმაზე, თუ რა ხდებოდა რეგიონებში. დიახ. ეს ლოკალური მოვლენები სინამდვილეში იმ დიდი, მღელვარე პოლიტიკური ქარტეხილების ანარეკლია, რაც მთელმა საქართველომ გამოიარა 20-ე საუკუნის დასაწყისში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის დაძაბულობა და ცვლილებები, რასაც პატარა ქალაქის მცხოვრებლები გრძნობდნენ, როდესაც ასეთი დიდი ისტორიული ცვლილებები ხდებოდა. ეს არ იყო უბრალოდ თბილისის ამბები, ხომ ხვდებით? ეს მთელი ქვეყნის, მათ შორის დუშეთის რეალობა იყო. მართალია. ამ პოლიტიკური ქარტეხილების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს კულტურული მემკვიდრეობაც. წყარო ჩამოთვლის რამდენიმე ეკლესიას, მაგალითად, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს.
ასევე აღნიშნულია დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც, როგორც წერია, ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეებამდე პერიოდის მასალები ინახება. ეს ხო უბრალოდ შენობები და ნივთები არაა? სულაც არა, ნამდვილად არა. ეს ეკლესიები და მუზეუმში დაცული ექსპონატები, ეს არის დუშეთის მდიდარ წარსულთან, მის კულტურულ იდენტობასთან, აი, ცოცხალი და ხელშესახები კავშირი. ისინი გვიყვებიან ისტორიებს, რომლებიც შესაძლოა წერილობით წყაროებში არც კი შემორჩა, იცით? მუზეუმის ასეთი ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონიც, ადრებრინჯაოდან გვიან შუა საუკუნეებამდე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ადგილის ხანგრძლივ და ძალიან მრავალფეროვან ისტორიაზე. და ეს ისტორია და კულტურა, რა თქმა უნდა, განუყოფელია იმ გარემოსგან, რომელშიც დუშეთი არსებობს. მოდით, თემა ცოტა გავაფართოვოთ და შევხედოთ მთლიანად დუშეთის მუნიციპალიტეტს. ის ხომ მცხეთა-მთიანეთის მხარის უდიდესი ადმინისტრაციული ერთეულია და გამოირჩევა საოცრად მრავალფეროვანი ბუნებით. მაღალი მთებით, ღრმა ხეობებით, ჩანჩქრებით და იმ ცნობილი ტბებით, როგორიცაა ბაზალეთი ან ფერადი აბუდელაურის ტბები. ზუსტად. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ისტორიული სიღრმისა და, მართლაც განსაცვიფერებელი ბუნებრივი სილამაზის შერწყმა. ეს კომბინაცია ახასიათებს არამხოლოდ ქალაქ დუშეთს, არამედ მთლიანად რეგიონს და ქმნის მის უნიკალურ ატმოსფეროს. ეს გვაფიქრებინებს იმაზე, თუ როგორ განაპირობებდა ბუნება ისტორიულ დასახლებებს და, პირიქითაც. მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის? ჩვენი მსმენელისთვის დუშეთი არ არის უბრალოდ წერტილი რუკაზე. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს კვეთს საქართველოს 1000-წლოვანი ისტორიის ხაზები, დიდი პოლიტიკური ცვლილებები, კულტურული აღმასვლა და დაცემა. და ეს ყველაფერი ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტის ფონზე. ის ერთგვარი მიკროკოსმოსია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული ცხოვრების დინამიკას ასახავს. და ბოლოს ერთი დამაფიქრებელი კითხვა თქვენთვის. თუ გავითვალისწინებთ დუშეთის როგორც რეგიონული ცენტრის ისტორიას, რომელიც ხან აღზევდებოდა, ხან კი ეცემოდა დიდი იმპერიებისა თუ სავაჭრო გზების ცვლილების გამო, რა პარალელებს ხედავთ სხვა ისტორიული ქალაქების განვითარებაში, შესაძლოა თქვენს მშობლიურ მხარეშიც კი. როგორ ფიქრობთ, რამდენად აგრძელებს დღესაც სტრატეგიული მდებარეობა და პოლიტიკური კონტექსტი პატარა ქალაქებისა და თემების ბედის ფორმირებას?